ჭარბმა ნალექმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც მრავალ ასევე ერთწლოვან კულტურებზე. სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტის ბიძინა გიორგობიანის განმარტებით, ცვალებადი ამინდი განსაკუთრებით საშიშია კვირტის გაშლისა და ყვავილობისას. ასეთი კლიმატის დროს უმეტესად ზიანდება ისეთი მრავალწლიანი კულტურები, როგორიცაა ვაზი, ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ნუში, ქლიავი და ასე შემდეგ. უხვი ნალექი აზიანებს ფოთლებს, ნაყოფს და ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების გავრცელებას. წელს ისე როგორც შარშან და შარშანწი, სხვათა შორის ეს ბოლო წლებია ძალიან არეულია და აი რაღაც ეს ნალექის განაწილება არის ამ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე უფრო პირველი ნიშანი ნალექის არათანაბარი განაწილება. რომ დაუშვათ ერთ თვეში ან თვენახევარში შეიძლება მოვიდეს მთელი წლის საკმარი ნალექი რაც ისტორიულად ქონდა ხოლმე ჩვენ და მე მთელი ზაფხულის განმავლობაში იყოს გვალვა. ეხლა ესეთ შემთხვევებში ჩვენ რა გვაქვს ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებზე აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოში ეს ცოტა განსხვავებული კულტურები გვაქვს ჩვენ და კლიმატიც სხვადასხვანაირია. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენთან კახეთში, ქართლში ერთწლიან კულტურებზე ჯერ გახსოვთ თქვენ როდესაც საშემოდგომო ხრათესვის შემდეგ რამდენიმე თვე თითქმის რა მე მგონი 2 თუ 3 თვე საერთოდ ისეთი გვალვა იყო რომ ხალხს ეგონა რომ არც ამოვიდოდა ეს ნათესი და ზოგს გაუფუჭდა კიდევაც მაგრამ ეხლა უკვე მეორე უკიდურესობაა და უკვე რამდენიმე ხანია რაც ფაქტიურად ერთი მზიანი დღეც არ გამოვიდა გადაბმულად 2 დღე მზიანი არ გვინახია რა და ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა ერთწლიან კულტურებში სელექციური ჰერბიციდის შეტანა ვერ ხდება ტექნიკა ვერ მუშაობს მრავალწლიან კულტურებში ყვავილობა ისე გადაიარა ფაქტიურად რომ როგორც უკვე ვთქვი ორი მზიანი დღე გადაბმული ერთმანეთზე არა ყოფილა განსაკუთრებით უჭირს გაუჭირდა დაყვავილება ატამს განსაკუთრებით გაუჭირდა დაყვავილება ნუშს ასევე ნუ ჯერჯერობით ეხლა კაკალზე არ არის ხა ჯერ დაწყებული ყვავილობა უკვე უნდა დაიწყოს სადაც არის მაგრამ იმასაც გაუჭირდება ამრობითი ყვავილი უკვე გამოტანილი აქვს უმეტესს ეხლა რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში მრავალწლიან კულტურებზე იგივე ატამზე იგივე ნუშზე ვისაც ბაღები აქვს პლანტაციები აქვს პირველ რიგში როგორც კი გამოვა ამინდები კიდევ ერთი კვირა თუ 10 დღე კიდევ წვიმებს აჩვენებს ეხლა სამწუხაროდ ესევე უნდა შევიდეთ საჩქაროდ ფუნგიციდით კარგი იქნება თუ შევალთ ჩვენ სპილენძის შემცველი ფუნგიციდით ალბათ სპილენძით ჩვენ ერთხელ უკვე შეწამლული გვაქვს არა თითქმის ყველას ვინც მოვასწარით ვიდრე ეს წვიმები დაიწყებოდა მე პირადად ეხა ნუშის ბაღები გვაქვს ჩვენ და ნუშის ბაღებში ერთხელ შეწამლა მოვასწარი სპილენძით მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო ყვავილობა დაწყებული და 3%-იანით ეხლა ესეთი ძლიერი კონცენტრაციის სპილენძით ნუღარ შევალთ 1%-იანი სპილენძის ფუნგიციდით უნდა შევწამოთ